თეონა აკუბარდია პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდა ახლა სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონო თეონა. გახარია საქართველოსთვის. გახარია საქართველოსთვის, დიახ. ყოფილი პრემიერის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. ქალბატონო თეონა, როგორ ხედავთ ახლა შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს? ემანუელ მაკრონის განცხადების კონტექსტში მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა. მან გამოთქვა სურვილი, რომ თავის პირადი წვლილი შეიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში იყო მითითება ინკლუზიურ დიალოგზე. რა გზავნილი ამოიკითხეთ ამ განცხადებაში? ორი რამ იყო მნიშვნელოვანი, მას შემდეგ რაც ემანუელ მაკრონი ესაუბრა ივანიშვილს, რომელსაც არანაირი ფორმალური თანამდებობა არ უკავია ამ ქვეყანაში, თუმცა მართავს მთლიანად ქვეყანას ავტორიტარული მეთოდებით. ამიტომ ღალატი, რომელიც მან განაცხადა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, არის ზუსტი შეფასება, როდესაც ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს ივანიშვილის ძალა იმისთვის, რომ ავტორიტარული მეთოდებით, რუსული ავტორიტარული მეთოდებით ძალაუფლება შეინარჩუნოს და რა თქმა უნდა, მისი არამხოლოდ სატელეფონო ზარი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტთან საუბარი და დღეს უკვე ფრანგულ ენაზე მიმართვა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ლიდერობას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოსში ამ კრიზისის განსამუხტად იყენებს, თან მით უფრო იმ ფონზე, როდესაც არამხოლოდ ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა საფრანგეთი, არამედ მას ყავს საქართველოსში ორი თავისი მოქალაქე, ერთი ყოფილი ქალბატონი ზურაბიშვილის სახით, პრეზიდენტის სახით, რომელიც ასევე იყო დიპლომატი საფრანგეთის და მეორე ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ასევე საფრანგეთის მოქალაქეა და არც თუ ისე პატარა ქონება აქვს საფრანგეთში. შესაბამისად, ეს გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მე ახლა ვკითხულობდი სამ თქვენთან შემოვიდოდი კიდევ ერთხელ ივანიშვილის მსახურის ირაკლი კობახიძის განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საერთოდ მომსახურების ზონიდან არის ეს კაცი გასული, იმიტომ რომ პირდება დასავლეთს, რომ გამოაქვეყნებს სიას, ვის სურს გლობალური ომის პარტიის ასე რომ თქვა შემადგენლობაში ყოფნა და ვის სურს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. ეს არის ის ბოდვა, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ივანიშვილი საკუთარ ხალხს აშინებდა, პირდებოდა ყალბად მშვიდობას, ისევე როგორც ყალბ ილუზიას და ყალბ რეალობას სახავს ის პროპაგანდისტული სახელისუფლებო არხების მეშვეობით და ეს მაშინ და მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევებზე, რომელსაც რუსეთი ქმნის დღესაც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, როდესაც აეხლაც ოკუპირებულ აფხაზეთში იმის გამო, რომ აფხაზური საზოგადოება ბოლომდე არ დაყვა რუსეთის კარნახს და არ მისცა უფლება აფხაზეთის ოკუპირებული აფხაზეთის ყიდვის შესაძლებლობის იმ ეგრეთ წოდებული კანონებით, რომელიც იყო სრულიად ბლოკადაშია ახლა აფხაზეთი და 2 საათის მანძილზე მიეწოდება ელექტროენერგია იქ ჩვენ მყოფს მაცხოვრებლებს. და ამ ვითარებაში, როდესაც არსებობს ეს ბოდვა გლობალური ომის პარტიის სახით და მეორე ფრონტის სახით, რაც არის პირდაპირ პროპაგანდა დღეს მაკრონის განცხადება ფრანგულ ენაზე პირდაპირ იყო პასუხი. ან თქვენ გაგრძელებას არ ელოდებით? იქ იყო ვითარება, რომ კომუნიკაცია გაგრძელდება. როგორ ელოდებით ამ კუთხით? კიდევ ერთხელ მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ვითარებაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობა იყოს დიალოგით, ისევე როგორც ხელახალი არჩევნებით, რაც არის ჩვენი საერთო შეთავაზება, მაგრამ დიალოგისთვის მზად ხართ ხელისუფლებასთან? გეუბნებით, რომ დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის ამ ქვეყანაში დიდი ხანი აღარ იმართება, იმიტომ რომ დიალოგის ახლა იმოწებულ მძიმე ვითარებაში ივანიშვილმა როდის გახსოვთ ბოლოს დიალოგის ცდელობა, ან თუნდაც პოლიტიკური დებატების ცდელობა, თუნდაც თქვენ არხზე ოცნებასა და ოპოზიციის შორის. ესეთი რამე ივანიშვილმა თავად დაკეტა იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია და ეს დაპირისპირება გაემძლავრებინა, რათა ძალაუფლება შეენარჩუნებინა. დიალოგის შესაძლებლობა მხოლოდ მედიაციით, ევროპული მედიაციით იყო და არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მზად არის თუ არა ივანიშვილი ამისთვის, ეს არის აქ თავარი კითხვა, იმიტომ რომ მაშინ როდესაც პრეზიდენტ მაკრონმა თავის მხრივ რაზე ისაუბრა და წამებაზე იყო აქ საუბარი ავტორიტარული მეთოდების გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებული პირების გათავისუფლებაზე, ამას მოაყოლა ივანიშვილის პარტიამ დამატებითი განცხადება და მათ შორის ივანიშვილის მსახურმა ირაკლი კობახიძემ და მე მას პრემიერს ნამდვილად არ უწოდებ, იმიტომ რომ ის არ არის პრემიერი, რაც არ უნდა ეხვეწოს ჟურნალისტებს, რომ მას ესე უწოდონ. მან განაცხადა, რომ დაასახელებს
აკონტროლებს სიას ქვეყნების ვის სურს საქართველოს ომში ჩართვა. აი მე თქვენ გეკითხებით, არ არის ჩემი ინტერპრეტაცია, ეს არის ირაკლი ყობახიძის პასუხი, ახლა აზერბაიჯანულ მედიასთან გაუკეთებია განცხადება და პრეზიდენტ მაკრონის განცხადების შემდგომ, რომელიც ძალიან მხარდამჭერი იყო საქართველოსი და პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ღალატ ჩაიდინა ირაკლი ყობახიძემ იმით, რაც მან განაცხადა, ამის შემდგომ პასუხი ნორმალურად მიგაჩნიათ ირაკლი ყობახიძის, რომ გლობალური ომის პარტიის სიას გამოაქვეყნებს, აი ეს არის პასუხი დიალოგზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენი პოზიცია დასაწყისიდან აგერ დღემდე არის ის, რომ ხელახალი არჩევნები არის ამ ქვეყანაში ერთადერთი განმოხტვის შესაძლებლობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო არჩევნები იყო რეფერენდუმი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის და რასაც ჩვენ ვამბობდით, ის სამწუხაროდ ივანიშვილმა კიდეც განახორციელა არა მხოლოდ სისტემურად გაყალბებული არჩევნები, არამედ მათ შორის ახალ არჩევნებს არ დანიშნავს თქვენ კრიზისის განმოხტვის 20-28-მდე შესაძლებლობას ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ. მე თქვენ გეკითხებით, რომ როდესაც დაპატიმრებულია 400-ზე მეტი მოქალაქე, 300-ზე მეტია ნაცემი, 77 მედიის წარმოადგენელი არის დაზარალებული აი ამ ორკვირიან პროტესტის ციკლში. რაზე უნდა ვისაუბროთ თუ არა ხელახალ არჩევნებზე და ქვეყნის კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნებაზე. ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, ისევე როგორც შვიდობიანი პროტესტი არის საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ დემოკრატია არის არჩეული საშინაო პოლიტიკის კონსტიტუციაში დიახ. ნატოსა და ევროკავშირში წევრობა. კონსტიტუციაში ასევე აღნიშნული არის დიახ. დემოკრატიულია, ხო, მითხარით 400-ზე მეტი მოქალაქის დაკავება, 300 მეტი ნაცემი, ქუჩიდან კონსტიტუცია ახსენეთ ქალბატონ თეონას. და ძაღლის როყავს სასეირნო დრონდელის ფონდის კვლევარს, აი ამას რომ იტაცებს ქალბატონ თეონა, კონსტიტუცია ახსენეთ უზენაეს კანონში განსაზღვრულია ისიც, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება არჩევიდან 6 წლის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის არ ცნობს ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმაციას და რჩება თანამდებობაზე. ეს კონსტიტუციასთან თავსებადია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა ამბობს შემდეგს, რომ პარლამენტის ხდომა არ იქნება გამართული, არ უნდა გაიმართოს და ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს დეპუტატების თუ საკონსტიტუციო სარჩელი არის შესული. მე გახლავართ ის ერთი დეპუტატი მეათე მოწვევის, რომელმაც მათ შორის ჩემს კოლეგებთან ერთად საკონსტიტუციო სარჩელი შევიტანა. მე თქვენ გეკითხებით, რატომ არ მოიცადა თუნდაც თავისი ჯიპის საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ბიზნესის ევენიშვილმა და რატომ განმარტება იყო, რომ რეგლამენტზე უზენაესი არის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომლის მიხედვით ცესკო შემაჯამებელი ოქმიდან არაუგვიანეს 10 დღისა უნდა შეიკრიბოს პარლამენტის ხდომა. და ირაკლი ყობახიძემ რომელმაც უბრალოდ დადგა და კიდევ ერთხელ თავზე დაახია ხალხს თავისივე დაწერილი კონსტიტუცია. ამიტომ როდესაც კონსტიტუციაზე ვლაპარაკობთ, კონსტიტუცია არ და კანონები სწორედ თავზე დაახია ბიზნეს ევენიშვილმა ამ ქვეყანას და დღეს ის ადამიანები ქუჩაში რომლებიც დგანან და უკვე მე-16 დღეა დგანან იმიტომ რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და დემოკრატიას იცავენ და ორ ხელისუფლებიანობას ვიღებთ, აი გამოცემულობასთან უნდა გქონდეს საქმე. არ არსებობს ის ხელისუფლება. თქვენ მომითხარით ერთი ქვეყანა ევროკავშირიდან გარდა ვიქტორ ორბანის და უნგრეთისა, რომელმაც ან ივანიშვილს, ან ირაკლი ყობახიძეს, ან კიდე დანარჩენ 99 მონას თუ 88-ს მიულოცა. ის ამბობს, რომ 1.200.000-მდე ადამიანია ლეგიტიმაციის წყარო. რომ ღირსებით ევროპისკენ მიდიოდა და იმასაც ამბობს, რომ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პირდებოდა ხალხს. აი მითხარით, სად არის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ან სად არის ახლა მშვიდობა, ან სად არის ღირსება საერთოდ, როდესაც დედების კივილი ისმის ქუჩაში, როდესაც შავნიღმიანი პირები შულს ტაცებენ დედას ხელიდან. ან როდესაც მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით ოჯახში უვარდებიან, ვითომ გაზის ინკასატორები იმისთვის, რომ უკანონოდ ბინები გაჩხრიკოს. აი ეს ხო არის, არ ვიცი, მე 46 წლის ვარ და 90-იანები მაქვს გამოვლილი. ისევე როგორც საბჭოთა კავშირში ცხოვრებაც მახსოვს. როდესაც ჩემი მშობლები ეროვნულ-გამართულ მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული იბრძოდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. დღევანდელი ვითარება მე არ მახსენდება რომ ამ რაოდენობის პატიმარი ყოფილიყო, ასეთი სისასტიკე ყოფილიყო, არა საბჭოთა პოლიციელის, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ძალას, რომლის ლიდერს მუდმივად ახსენებენ დღემდე სრულიად კიდევ 2019 წლის 20 ისეთ რა განსხვავებაა ირაკლი ყობახიძესა და ან ბიზნეს ევენიშვილს ან გიორგი გახარიას შორის. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს ამ ყველაფერზე და გამოძიება სხვათა შორის ქართულ ოცნებას ჰქონდა დავალებული სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან მოციონის საქმეზე და აი ხა რომ მოვეხა თქვენთან კიდევ ერთი ქართული ოცნების მოლაპარაკე თავი, კითხეთ გამოძიება სად არის და რატომ
რატომ არ დაიწყო გამოძიება. აი ეს არის პასუხი, როდესაც პასუხისგებლობის განცდა არ არის და როდესაც სისტემა სახელმწიფო არის ჩამოშლილი და ჩემთვის ძალიან ძიმია და ამას მე სრულიად გულწრფელად გეუბნებით, მე გახდეთ თავდაცვის შრომის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩემთვის უსაფრთხოების სექტორი არის ჩემი პროფესიის ნაწილი და მაშინ როდესაც ვხედავ რომ პოლიციელების სახელი აესე არის შებრალული და ეს არის ივანიშვილის პოლიცია და არა საქართველოს პოლიცია სამწუხაროდ და საუბედუროდ და მაშინ როდესაც არც ერთი ინსტიტუტი აღარ დატოვა ივანიშვილმა იმიტომ რომ მხოლოდ ის უნდა ყოფილიყო აი ეს არის სახელმწიფოს ტრაგედია და მაშინ როდესაც სენატორი რიში რესპუბლიკელი სხვათა შორის და არა დემოკრატი იმ манипуляციების ფონზე გეუბნებით ამას რომელსაც ქართული ოცნებიდან ვისმენთ ამბობს რომ ეს არის კიდევ ერთხელ პრორუსული და რუსული ავტორიტარული მეთოდებით საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ დაპირისპირება და მაშინ როდესაც მაინც ყალბ რაღაცა რეალობას სახავენ და ხალხი ამას ხედავს და ხალხი ამას აპროტესტებს აი ეს არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი რომ არ იცნობს ბიძინა ივანიშვილი ქართულ ხალხს და ძულს მას ქართველი ხალხი რომელსაც მართველი გუნდიდან აკეთებენ აქცენტს 20 იანვარზე დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ძალიან დიდი მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და ესეც იყალბია და გეტყვით რატომ პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი როდესაც მონოლოგით იჯდა თავისივე არხზე ტელეკომპანია იმედზე ის ამბობდა რომ არჩევნების შემდგომ ამერიკის ელჩი შეხვდებოდა და ყველაფერს დაალაგებდა აი ხა დღეს არის აგერ უკვე დეკემბერი ხო რამე იცით შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩი ან რამე ითქვა თუ არა ან რაიმე მშვიდობის მაგვარი ქვეყანაში გვაქვს ან ღირსების მაგვარი ან სუვერენიტეტის მაგვარი რომელ სუვერენიტეტზე ვლაპარაკობთ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ აი ოკუპირებულ აფხაზეთში რომელიც საქართველოა და დიახ საქართველოა თუმცა არც ერთ ქართული ოცნების დეპუტატს ხმა არ ამოუღია იმაზე რაც ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის განგრზობითი ანექსიის პროცესში მიმდინარეობს და მეტიც ჟენევის 62-ე რაუნდზე რუსეთმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმის გამო რომ საქართველოს დააბრალა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება ის სამარცხვინო ბოდიშიც ჩაითვალა ამასაც და თხოვა რომ ეღიარებინა უკანონოდ დამოუკიდებლობა ოკუპირებული რეგიონების და აი ამაზე ამდენი ხანი პასუხი არ აქვს ივანიშვილის ოცნებას და მათ შორის ის ყავალაშვილი რომელსაც ახლა ხვალე აი ცირკში შეიყვანენ და რაღაცა თანამდებობას თავისი პარტიული თანამდებობის კუთხით მისცემენ სხვა ცირკებზე აღარ ვლაპარაკობ რომ ახლა ქართული ოცნების უმრავლესობა და ოპოზიცია იქნება იმიტომ რომ ერთპარტიული პარლამენტი ვინმეს არ ეგონოს და ესეც სიყალბე და ესეც მასკარადია მაგრამ ამ ვითარებაში სუვერენიტეტი არის ჩვენი მთავარი ინტერესი და ტერიტორიული მთლიანობა მე გახლავართ წარმოშობით გალიდან და მე უშუალოდ ვყავს ნათესავები რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში და უმძიმესი მდგომარეობა მშობლიურ ენაზე უფლება არ აქვს განათლების მიღების და საერთოდ უფლებები არიან და აი ახლა როდესაც ეს ჩვენი მოქალაქეები არიან სრულიად უშუქოთ იქ და იმიტომ რომ იცავდნენ იმას რაც მათთვის იყო მნიშვნელოვანი და იმაში მაინც ვთანხმდებით რომ ანექსიის პროცესი ოკუპირებული აფხაზეთის არც აფხაზების და არც ჩვენი ინტერესია და სადმე ამაზე საუბარი არის ან იმ დამატებით საფრთხეებზე რომელიც დასავლეთის იზოლაციის ფარგლებში საქართველოს მოელის რუსეთისგან თავარი პრობლემა რა არის ესენი არც ღირსება არ აქვს ყველაზე უღირსი პოლიტიკური ძალა რომელიც როდესმე ისტორიაში საქართველოს ყოლია და არც ქვეყანა არ ადარდებთ ამათ გარდა იმისა რომ რატომ მოგიწოდებთ თქვენ ყოველთვის აკეთებთ განცხადებებს იმიტომ რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ცალკე ავრცელებთ განცხადებებს საპროტესტო აქციებზე ერთად არ ჩნდებით სამ ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად პრეზიდენტმა რამდენჯერმე მიგითითათ რომ ერთობლივი კოორდინაცია საჭირო მუდმივად ეს გზავნილი იყო მის ყველა განცხადებაში და სხვათა შორის სხვა ოპოზიციური პარტიებიც საუბრობენ და თქვენ ხართ ირიბი კრიტიკის ერთ-ერთი თქვენ დიახ და ხედავთ რომ 4 ძალა პოლიტიკური პროდასავლური საინფორმაციო გაერთიანებული ცენტრიც გვაქვს, სადაც ყოველდღიურად გაერთიანებული, მაგრამ განცხადება გუშინ მაგალითად გავრცელდა ცალკე, როდესაც თქვა პარლამენტის პრეზიდენტი. ერთი განცხადებაც დღესაც ქონდა ბრიფინგი, გუშინ თქვენი განცხადება იყო ცალკე, რომ პრეზიდენტს არ აღიარებთ პრეზიდენტის ლეგიტიმაციას, სამი ოპოზიციური პარტიაც ხედვები, ექსპო ჯორჯიაში შეხვედრაზეც არ იყავით ერთად. ამას ვამბობ, როდესაც ვამბობ, რომ ანუ ცალ-ცალკე აქტივობს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ის რომ ბუნებრივად ნაციონალურ მოძრაობასა და გახარია საქართველოს შორის არის განსხვავება, განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომელსაც სრულიად გადმოიბარა ნაციონალურ მოძრაობის ის სასტიკი მეთოდების და კოორდინაცია ახლა საჭიროა თქვენი აზრით, აი ახლა 28 ნოემბრის მოცემულობის შემდეგ. არის და კოორდინაცია საჭირო კი არ არის, კოორდინაცია არის, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტზე და მაგალითად გაერთიანება თუ დაინიშნება ახალი არჩევნები, უშვებთ იმის ალბათობას, რომ ერთიანი ფრონტით წარდგეს ოპოზიცია. მცდელობა იმისა, რასაც ქართული ოცნება თუ ივანიშვილის ოცნება მასში ქართულის არაფერი
აღარ არის, ცდილობს რომ პრეზიდენტიც მოგიწოდებთ გაერთიანებისკენ, ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის შექმნისკენ. ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ ერთ პარტიად უნდა გაერთიანდეს 4 პოლიტიკური ძალა. ის ყოველთვის საუბრობდა იმაზე, რომ ერთიანად დავიცვათ ქვეყნის კონსტიტუცია, რასაც ვაკეთებთ. ამ დამნებისმიერი ცდელობა, რომ ამის განსხვავებული გამრუდებული სარკის სურათი ვინმე წარმოიჩინოს, ეს არის ჩვეულებრივი ამ შემთხვევაში საუბარი არის წინა საარჩევნო გაერთიანებაზე. წინა საარჩევნო თქვენ არ გიკითხავთ, თქვენ საუბრობდით ეხლა და არა, თუ დაინიშნება ახალი არჩევნები, ეს იგულისხმებოდა, თუ აუცილებლად დაინიშნება არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის ზუსტად საარჩევნო პროცესი ვიგულისხმა, როდესაც კითხეთ გაერთიანების პერსპექტივაზე. როდესაც საუბრობთ დღეს აი, რა ნაბიჯებს დგამს, ახლა მიმდინარეობს პროტესტი, რა ნაბიჯებს დგამს 4 ოპოზიციური სუბიექტი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს ბოლო არჩევნების შედეგად. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მხოლოდ ორბელიანების სასახლეში შეხვედრები და კონსულტაციები არ არის საკმარისი, მეტი ქმედება არის საჭირო. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია, მაშინ როდესაც აქციები მიმდინარეობს? მაგისმენთ თქვენ წინასწომართან, თქვენ ძალიან კარგად იცით და ქართულ ოცნებამ და ივანიშვილის ოცნებამ ბოდიშით ვერაფრ ვერ ახსნა, როგორ შეიძლება 2 კვირის მანძილზე უწყვეტად სამოქალაქო ჯგუფები, თვითორგანიზებით, სხვადასხვა პროფესიებით გამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ იმას, რომ ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაახია ივანიშვილმა ხალხს და ევროპულ მომავალზე უთხრა უარი და რეალურად ჩაიდინა ღალატი საქართველოს გაცხადებული ინტერესების მისამართად, მაშინ როდესაც მოსახლეობის 80% ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, მაგრამ ეს არ არის პარტიული პროტესტი, ეს არის სახალხო პროტესტი და სწორედ ხალხია ის მთავარი ძალა, რომელიც ერთის მხრივ აკომპლექტებს ხელისუფლებას და მეორეს მხრივ ლეგიტიმაციას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს იმისთვის, რომ ქვეყანა მართონ და დღეს ჩვენ გავართ ხალხთან ერთად. ჩვენ არ ვაორგანიზებთ, გავართ ხალხთან ერთად და მთავარი პროცესი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესი, როდესაც იქნება გარდა სახალხო პროტესტისა, რაც გულისხმობს ხელახალ არჩევნებს და რაც გულისხმობს მათ შორის უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრების გათავისუფლებას, რაშიც ვართ სრულიად ერთიანები და რაზეც ვმუშაობთ მათ შორის წამების კომიტეტში იმისთვის, რომ ის დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა ივანიშვილმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დაუჯელი არ დარჩეს, ამაში ვართ ერთიანები და თავარი არის ის, რომ ისევე როგორც ამ 2 კვირის მანძილზე ხვალაც და რამდენიც საჭირო იქნება ვიდგებით ერთად ხალხთან ერთად, რომ საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში დაბრუნება ერთად შევწყვეტოთ. მადლობა თეონა აკუბარდია, პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.